ის შრომა, რომელიც ამის გასაკეთებლად დაიხარჯა, ჩემის აზრით, ბევრად ნაკლებია იმ შრომასთან შედარებით, რომელიც საჭიროა საღამოს გადახურულში შეტანაზე, დილით გამოტანაზე, წვიმიან ამინდში ყურადღებაზე. Დაზღვეული ხარ ჭირნახულზე ნაშრომით, რომ შენი შრომა მარტივად ვერ გაფუჭდება, მარტივად კი არა, ვერც ვერაფერი გააფუჭებს აქა. პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ქარის ხარჯზე, ანუ ჰაერის ნაკადის ხარჯზე და მაქსიმალურად არის დაცული ხილი გადახურებისგან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ინარჩუნებს მის ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ თვისებებს. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დროში მოგება, ორჯერ უფრო სწრაფად ხდება ხილის გაშრობა ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ერთი ის, რომ რაოდენობრივად ბევრის წარმოებას ასწრებდა, პლუს ამას ხილი არის აბსოლუტურად სუფთა. ეს მოწყობილობა რომ ყოფილიყო იაფი, ჩვენ ამიტომ ჰაერის კამერის შესაქმნელად ვიხმარეთ პოლიეთილენის ფირი, რომელსაც დაბერვის დროს ცილინდრის ფორმა აქვს და ასეთი ბაზარზე თავისუფლად იშოვება. ხოლო ჰაერის ნაკადის მისაღებად ვენტილატორი ვიხმარეთ კონდენსიონერის ნარჩენებისგან აწყობილი. ახლა რატომ ავირჩიეთ ასეთი პრინციპი, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო იაფი და ხელმისაწვდომი. ძველი ფანჯრის ჩარჩო, რომელიც სულ არ წარმოადგენს აუცილებლობას, შეიძლება ნებისმიერი მასალისგან ესეთი ოთხკუთხედი ფორმის შეკვრა, გამოვიყენეთ მართული, რომელიც შემდეგ გვირაბის ასაგებად, ცელოფნის გვირაბის ასაგებად გამოგვადგა, გამოვიყენეთ ბადე დასალაგებლად ხილის, რომელიც ასევე არ არის აუცილებელი, სავსებით ნორმალური იქნება თუ ჯოხებს გავდებთ ზემოდან და დალაგდება. აი ბადეზე დალაგებული ხილი დავდევით ცოტა ამაღლებულ გნებავთ ფიცრებზე, ქვემოდანაც კონდეს საშუალება გაუვაროს ჰაერმა. და ვეცადოთ, რომ გადაფარების დროს საწყის ეტაპზე წერი ნაკლებად დავრჩეს გვირაბში. წერს შესასვლელი დარჩა აი ეს ბოლო მხარე, საიდანაც ზუსტად ხილის სურნელი გამოდის და იზიდავს მწერს. ამიტომ აქ ჩაუვფენთ ბადეს, რომელიც მწერს შეაკავებს. აი ეს პიაზის მარტივი ტომარა, რომელიც არის მხოლოდ იმისათვის, რომ ჰაერის ნაკადი, რომელიც შედის აი ამ ცელოფნის გვირაბში ვენტილატორის გავლით, დაიცვას მწერისაგან და ტვერისაგან. შემდეგ არის ნახმარი ძველი კონდიციონერის ვენტილატორი, ძალიან იაფი და რაც მთავარია, მუდმივ ჩართულ მდგომარეობაში არ ფუჭდება და ცოტას სწავს ძალიან. სადღაც 1 კილოგრამი ჩირის მისაღებად, ანუ დაახლოებით 10 კილოგრამი ხილის გასაშრობად, ჩვენ მოგვიწია ლარი და 20 თეთრის დახარჯვა. ჩვენს მიერ მოყვანილი ციფრები, რაც მე მოგახსენეთ, არ არის ზღვარი. ეს არის ჩვენი პირველი ექსპერიმენტის შედეგი, სადაც ჩვენ ბევრ ხარვეს ვხედავთ თავად, რადგან უფრო წარმადი შეიძლება და ყოფილიყო, თუნდაც ის მოწყობილობა, რაც ჩვენ გვაქვს. ამის ინტენსიურობის გაზდა შეიძლება ამ პოლიეთილენის ფირის სიგრძის გაზდით. ანუ ამის მიხედვით ამ ხრივ გაიზრდება უფრო მისი ეფექტურობა. და კიდევ უკვე ვახსენე ჰაერის ნაკადის ჭავლის სისწრაფით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 1 კილოგრამი ჩირის დამზადება შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, თქვათ 50 თეთრის ღირებულების. ჩვენ მეზობელ სომხეთში ძალიან კარგად მუშაობს ეს ჩირის ბიზნესი, არის უზარმაზარი ქარხანა შოკოლადის, რომელიც ამზადებს აი ხილია, ჩირი და ზემოდან აქვს გადაკრული შოკოლადი, რომლის ღირებულება დაახლოებით არის $14-15 ადგილზე. და ყველა ჩასვლელი ტურისტი ამას როგორც სასომხეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ისე ათვალიერებს იმ ქარხანას და პროდუქტს ყიდულობს როგორც თქვა ჩვენთან იყიდება ჩურჩხელა. ჩვენ
ხილის ხარისხით არაფრით არ ჩამოვარდებით, ტურისტების რაოდენობაც იგივეა და ასე თუ ისეა, აი ეს მარტივი კონსტრუქცია, მარტივი შრომით დანახარჯების გამოყენებით საკმაოდ ძვირფას პროდუქტს იძლევა, რომელიც ინდუსტრიასაც მისცემს შესაძლებლობას განვითარებისას და თითოეულ ფერმერს მოუტანს დამატებით შემოსავალს. თუ გვახს ექნება საშუალება, რომ ხილი რომლის რეალიზაციასაც ვერ ახდენს, ან არ არის თანახმა იაფად მიყიდოს გადამყიდველს, აი ეს ხილი აქციოს ჩირად და შემდეგ გაუკეთოს რეალიზაცია შემოდგომაზე ან ზამთარში. ამ პირობებში გამსვლელი ხილის სიმშრალის ხარისხი, ანუ ტენიანობის რაოდენობა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ჩვეულებრივ პირობებში ასე ვერ გამოაშრობ ხილს. ამდენად ეს იძლევა გარანტიას, რომ მისი შენახვა შეიძლება დიდხანს და არ ჭირდება შრომით დანახარჯები, თქვა გაკიდებაზე, ამის გადატრიალებაზე და ასე შემდეგ. ამ კონდიციამდე გამშრალი ხილი მარტივად შეგიძლია ჩაალაგოთ ჩვეულებრივ ცელოფანში, თუჟანის შესაძლებელი ვაკუუმის გაკეთება, გაუკვეთოთ ვაკუუმი და შეგიძლიათ გამოყენებამდე მასზე ზრუნვა საერთოდ დაივიწყოთ. კონსტრუქცია არის მარტივი, ვინაურად ნებისმიერ ინტერპრეტაციით შეიძლება გააკეთოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს, არ მოითხოვს არავითარ ტექნიკურ განათლებას. მე ვფიქრობ, საჭიროა მხოლოდ ნება და მონდომება.